თქვენთვის იმედია საინტერესო თემებზე ხარ რატო ამბობ იმედია იმიტომ რომ მოგეხსენებათ რომ არის გარკვეული ტექნიკური პრობლემები ტელეკომპანია კავკასიაში იმასთან დაკავშირებით რომ შემოიყვანოთ მაყურებელი იცით უკვე რამდენიმე გადაცემა ეს გრძელდება იმიტომ რომ გარკვეული პრობლემები აქვს ტექნიკური და ამიტომ ჯერჯერობით ვერ ვახერხებთ ესე იგი შემოყვანას მაყურებლისა კითხვით ამიტომ ესე იგი ჩვენ საუბრობთ ან სტუმრებთან ამ გადაცემაში მოგეხსენებათ ან მე გესაუბრებით სხვადასხვა თემებზე და ამიტომ კიდევ ერთხელ ბოდეს გიხდით რომ ეს ტექნიკური მიზეზების გამო არ ხერხდება თქვენი შემოყვანა მაგრამ მე მაინც ვცდილობ დავუშვათ იქიდან გამომდინარე რა SMS-ები მქონდა რას მეკითხებიან უფრო მეტად ტელემაყურებლები და შემდგომ აქედან გამომდინარე ესე იგი ვიპოვო ის ძირითადი ასე ვთქვათ თემატიკა რომელიც ყველაზე მეტად აინტერესებს ჩვენს ტელემაყურებელს და რომელიც მე მიმაჩნია რომ ალბათ ყველაზე მეტად აქტუალურია თორე ხა ყველაზე ხშირად ალბათ რაც აინტერესებს მაყურებელს ეს მე კარგად ვიცი ეს არის ნიშნების ურთიერთშეწყობა აი მე ვარ ვერძი როგორ იქნები თხისკასთან და შემდგომ ეს ყველაზე მეტად აინტერესებს და ამიტომ სულ ამაზე მეტის კითხვები ძირითადია ასე ვთქვათ 90% ამის ირგვლივ არის მაგრამ ეხლა მე უბრალოდ ვიხელთე ტრადიციულად დრო რადგან ჩვენ მოგვეცა ესეთ საშუალება და კოსმოსმა და გითხრათ რომ გათიშა ალბათ ის ჩვენი პულტი და ტექნიკური პრობლემები შეგვიქმნა ალბათ იმისთვის რომ მე ესე იგი რაღაცა მომეცე საშუალება რაღაც კიდე სხვა თემებზე გქონდეს საუბარი ალბათ თქვენთან მე ვფიქრობ ასე შემთხვევითიც არ არის ეს ამბავი ყველაფერი კანონზომიერია მოგხსენება და შემთხვევით ხო ადამიანმა მოიფიქრა ეს სიტყვა შემთხვევით არაფერი არ ხდება ალბათ დადგა ის დრო როდესაც უკვე მე უნდა რაღაცა ინფორმაციები ასე ვთქვათ მოგაწოდოთ რაღაცეები გავშიფრო და შემდგომ და ამ ხრივ ასე ვთქვათ გარკვეულწილად შეიძლება სხვა კუთხიდან დაგანახოთ გარკვეული ინფორმაცია და ასე შემდგომ აი ამიტომ მე სარგებლობ ხომ არ ვიცი შეიძლება ხვალვე გაკეთდეს და უშუალოდ ის ჩვენი ტექნიკური პრობლემა ასე ვთქვათ მოგვარდეს და ამის მერე ამის შესაძლებლობა არ მომეცეს მაგრამ ყოველ შემთხვევაში სანამ მაგ მე ყოველ შემთხვევაში ვეცდები რომ თქვენ მოგაწოდოთ ეს ინფორმაცია იმის შესახებ თუ რისი თქმა მინდა ახლა დღეს სხვა დროს ამის საშუალებები არ მაქვს ხოლმე ესე პირველ რიგში დავიწყოთ მოდით იმით რომ რა დღე იყო გუშინ გუშინ მოგეხსენებათ იყო მნიშვნელოვანი დღე სხვა შეიძლება რატომაც გუშინ წინ იყო ასტროლოგიის დღე რასაც მე კატეგორიულად არ ვეთანხმები იმიტომ რომ 4 წელიწადში ერთხელ 21 რიცხვში არის ტრადიციულად ასტროლოგიის 21 რიცხვში უნდა იყოს იმიტომ რომ დღეღამტოლობაზეა ტრადიციულად დაბადების დღე ასტროლოგიის დღეღამტოლობა ჩვენ 4 წელიწადში ერთხელ გვაქვს ნაკიან წელიწადთან დაკავშირებით სამჯერ 21-ში და ერთხელ 20-ში. რატო დაინიშნა 20-ში ვერ გეტყვით. მე ამას არ ვეთანხმები, მე მაინც ვთვლი რომ ასტროლოგიის დღე ეს არის 21 მარტი, დღეღამტოლობის ზონა. და აქედან გამომდინარე, პირველ რიგში გუშინ ჩვენ გქონდა ძალიან მნიშვნელოვანი საკრალური დღე. ამის ირგვლივ მინდა რაღაც გარკვეული ინფორმაცია მოგაწოდოთ. ესე იგი, რას ნიშნავს? ესე იგი, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს დღეღამტოლობა, ანუ დღე და ღამე დაეტოლა ერთმანეთს. ეს არის საკრალური დღე. საკრალური იმ კუთხით, რომ ოდითგანვე იმის გარდა რომ თქვენიც რომ ახალი წელია ასტროლოგიური კუთხით მზის კალენდრის მიხედვით, იმიტომ რომ მზე ასევე გუშინ გადავიდა ვერძის ზოდიაქოში. ვერძი მოგეხსენებათ, ეს სწორედ პირველი ზოდიაქოს ნიშანია და 40 საუკუნის წინ, როდესაც დაუშვათ პირველი ასტროლოგები, ვარსკვლავთმცველები, მოდით ასე ვთქვათ, უყურებდნენ ცას, სწავლობდნენ მას და ასე შემდგომ და როცა უკვე პირველად გადაწყვიტეს, რომ აი რაღაც გარკვეული სისტემა ჩამოაყალიბებინათ, აი ამ დროს მათ ახედეს ცისკაბადოს, ეს იყო ზუსტად დღეღამტოლობა 21 მარტი და ამ დროს დაინახეს, რომ სწორედ აი მეკლიპტიკის თქვათ ზონაზე, რომელშიც ახლა იმყოფება 12 ზოდიაქოს ნიშანი, ამის გასწვრივ აღმოჩნდა ვერძის თანავარსკვლავედი. იხსენებათ თანავარსკვლავედები უფრო ადრე იცოდნენ წინაპრებმა და მეცნიერებმა და აქედან გამომდინარე სწორედ გადაწყვიტეს რომ ზოდიაქოს ნიშანს რომ სწორედ ამ თანავარსკვლავედის გასწვრივ აღმოჩნდა დავარქვათ მოდით ვერძი და ესეც იყოს ვერძის თანავარსკვლავედების საპატივცემულოდ ვერძის ზოდიაქო. ანუ ვერძის ზოდიაქო დაიწყო 21 მარტიდან გასტანს 21 აპრილამდე მოგეხსენებათ. მე მოდიოდა სხვა თანავარსკვლავედები კურო, ამის შედეგად სწორედ დაერქვა ზოდიაქოს ნიშანსაც კურო და ასე შემდგომ.
ეხლა ამასთან დაკავშირებით სხვაშორის მახსენდება ერთი კიდევ მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც ბევრ ტელემაყურებელს აინტერესებს და სხვაშორის დღის გამოც NASA-ს ინფორმაციაც კი იყო რამდენიმე წლის წინ ინტერნეტში გახსოვთ, რამაც ცოტა ავარია სიტუაცია და ბევრში გამოიწვია კითხვები, ესე იგი რასთან იყო ეს დაკავშირებული შეგახსენოთ. გახსოვთ იყო ლაპარაკი იმაზე, რომ ესე იგი ზოდიაქოს ნიშნებმა შეიცვალოს თავისი ასე ვთქვათ ადგილმდებარეობა, წავიდნენ იქ 30-40 გრადუსი წინ და ამიტომ ისაც იყო ახლა ვერძი, ეს არის ახლა თევზები, ზოდიაქო და შემდგომ და იყო ერთი აღრევა ამასთან დაკავშირებით. მაშინ მე გახსოვთ ალბათ ტელეკომპანია კავკასიის ეთერშიც გამოვედი და ისედაც პუბლიკაციებიდან, სხვა პრესის ორგანოებიდან ვცდილობდი ამეხსნას. ესე იგი რაშია საქმე, ესე იგი სინამდვილეში არ ვიცი ვის უნდა და ამის აღრევა და ამის არახსნათან ვერ გეტყვით ინტერნეტში. მაგრამ თავარი იყო რა და კიდევ ერთხელ მინდა ეს აგეხსნათ ეხლაც, რომ ესე იგი 40 საუკუნის წინ, როდესაც თქვათ მიეცა სახელწოდება ზოდიაქოს ნიშანს, მიეცა თანავარსკვლავედის ვთქვათ სახელი. თანავარსკვლავედს აქვს უნარი მოძრაობის. ის თანავარსკვლავედი იმ მომენტში იყო 40 საუკუნის წინ ზუსტად ამ ეკლიპტიკის წინ, რომელსაც მე ვერძი ზოდიაქო დაერქვა. მაგრამ ვერძი ზოდიაქო არის მუდმივი. ის არასად არ მიდის, არ მოძრაობს და ასე შემდგომ, ამიტომ წყალი არ გაუვა. ვერძი ზოდიაქო 21 მარტიდან 21 აპრილამდე გვაქვს ყოველთვის უკვე 40 საუკუნე, ამას წყალი არ გასდეს. მაგრამ რაც შეეხება თანავარსკვლავედს, აი თანავარსკვლავედი მოძრაობს. ამიტომ თანავარსკვლავედი მოძრავია, თანავარსკვლავედმა რას ჰქონია გააგრძელა თავისი მოძრაობა და იგი გადავიდა, აი დაუშვათ ცოტა უფრო წინ ზონაში. წინ ზონაში რას ნიშნავს? ეგ წარმოიდგინეთ ჩვენ წრე, აი ესეთი წრე გვაქვს, ხო, დავიწყეთ ვერძი და დავამთავრეთ, აი აქ ვერძის გვერდით თევზებით, ხო? თევზების 12 ზოდიაქოს ნიშანი შეიკრა ესეთი ეკლიპტიკის დიდი წრე. ხო, და ესე წარმოიდგინეთ ახლა ეს ეკლიპტიკის წრე გვაქვს და ამ დროს თანავარსკვლავედი, რომელიც იყო ვერძის გასწრო, ის მოძრაობს და მიდის ესე წინ. ესე იგი ის რომ მიდის წინ საუკუნეების განმავლობაში მისი ნელი სიჩქარიდან გამომდინარე, ესე იგი დღესდღეობით იმ თანავარსკვლავედმა მიაღწია უკვე თევზების ზოდიაქოს საწყის გრადუსებს. ამიტომ ის ახლა იმყოფება თევზების ზოდიაქოს გასწრებით, მაგრამ ლაპარაკია ვერძის თანავარსკვლავედზე და არა ზოდიაქოზე. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა ამას ხაზი გაუსვა. ესე იგი ზოდიაქოს ნიშნები როგორც იყო, ისე რჩება იგივე პერიოდში, როცა ისინი არიან, ვიცით, როდის იწყება და როდის სრულდება, მაგრამ თანავარსკვლავედი მოძრაობს. თანავარსკვლავედი ამ შემთხვევაში ჩვენ მოგცა მხოლოდ სახელწოდება. თანავარსკვლავედი არ გვაძლევს ადამიანის ფსიქოტიპს. აი ეს მინდა რომ კარგად გაიგოთ, თანავარსკვლავედმა მოცათ მხოლოდ სახელწოდება თავის დროზე, იმიტომ რომ მაშინ იყო ვერძის ეკლიპტიკის გასწრები, როცა ჩამოყალიბდა 12 ზოდიაქოს ნიშანი. ამიტომ მხოლოდ სახელწოდება და ის რომ ის მან გადაინაცვლა პროცესია ქვია პროცესს, გადაინაცვლა წინ და დღეს თევზების ზოდიაქოს ნიშნის გასწრები არის ვერძის თანავარსკვლავედი. ეს აბსოლუტურად არაფერს აცვლის. ეს უფრო ასტრონომებისთვის საინტერესოა, იმიტომ რომ გარკვეულმა ვარსკვლავთა სისტემამ გადაინაცვლა და ახლა სხვა ზონაშია, მაგრამ ასტროლოგებისთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ჩვენ იმ თანავარსკვლავედმა მოგცა მხოლოდ სახელწოდება, მაგრამ ჩვენ სწავლობთ ფსიქოტიპს. 21 მარტიდან 30 აპრილამდე დაბადებული ადამიანი ისევ და ისევ არის ვერძი ზოდიაქო და ისევ და ისევ ვერძის თვისებებს ატარებს და შემდგომ. ასევე ეხება ყველა ზოდიაქოს ნიშანს ეს. ამიტომ შემოკარგებო, ეს ყველაფერი მოხდა ზუსტად 40 საუკუნის წინ. სწორედ ამ დღეს 21 მარტს, ანუ გუშინდელ დღეს და ამიტომ ჩვენ უწოდებთ, რომ ეს არის ასტროლოგიის დაბადების პერიოდი, დაიწყო ყოველივე ვერძიდან და აქედან გამომდინარე, სწორედ მზის კალენდრის ათვლა ასტროლოგიაში, შორის დღევანდელ დასავლურ ასტროლოგიაში, ძველ ეგვიპტურში, შუმერების ასტროლოგიაში და შემდგომ სწორედ იწყება 21 მარტიდან. შორის მთელი ისლამური სამყაროც ასევე 21 მარტს ხვდება ახალ წელს და ამიტომ მე მაქსიმალურად მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ, ესე იგი, უკვე ამჯერად მზის კალენდრის დამიხედვით ახალი წლის დაწყება, რომელშიც ჩვენ ახლა შევედით, ახალი ეტაპია განკარკვეულწილად და მნიშვნელოვანი და საკრალური იყო კიდევ იმიტომ 21 რიცხვი, რომ ტრადიციულად აქ ოცნებობდნენ ადამიანები, შეიძლება და რაღაცაზე ოცნება, რაღაცის დასახვა და ასე შემდგომ და დღეს საკრალური სწორედ იმისთვის არის კარგი, რომ დაუშვათ ოცნებების შემდგომი რეალიზაციის შესაძლებლობას გვაძლევს. იცით თქვენ რომ არის გარკვეული საკრალური დღეები, როდესაც ენერგეტიკა დედამიწისა განსაკუთრებულია და ერთ-ერთი არის დღე-ღამტოლობა. არის ასევე ჩვენ ვიცით, რომ გვაქვს
გვაქვს ჩვენ ესე იგი გაზაფხულის დღამტოლობა და გვაქვს შემოდგომის ორივე საკრალურია შემოდგომის ჩვენ გვაქვს უკვე შემოდგომაზე 22 სექტემბერს ამის გარდა თქვენ იცით რომ ასევე გვაქვს ჩვენ კიდევ მნიშვნელოვანი ორი დღე ეს არის ზამთრის მზებუდობა და ასევე ზაფხულის მზებუდობა და აქედან გამომდინარე აქაც ესეთ საკრალური დღეები არც აი მზე ესეთ განსაკუთრებულ წარწერებში ხდება ითვლება რომ ენერგეტიკა იმ დღისა განსაკუთრებულია ამიტომ იმისთვის რომ თქვენ ამ დღეებში იოცნებოთ რაღაც დასახოთ რაღაცა წარმოიდგინოთ ძალიან კარგია ფანტაზიები გაშალეთ ყოველ შემთხვევაში შესაძლებლობა იმისა რომ შემდგომ ეს თქვენი იდეების სურვილები რეალიზაციაში მოვლენ ოთის იქნება ძალიან მაღალი. ამიტომ აქედან გამომდინარე დღე ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ამიტომ ჩვენ გვაქვს ასტროლოგიური უკვე მზის კალენდრით ჩვენ ახლა გავიარეთ ჩვეულებრივი ჩვენი კალენდრით, საეკლესიო კალენდრით ახალი წელი, გავიარეთ მე მთვარის კალენდრის მიხედვით, აღმოსავლური ახალი წელი და ახლა უკვე ჩვენ გვაქვს მზის კალენდრის და მიხედვით კიდევ ერთი ახალი წელი, რომელიც სწორედ ეგ ხსნის კიდევ ერთ ახალ მნიშვნელოვან ეტაპს ადამიანთა ცხოვრებაში. ამის გარდა მოგხსენებათ რომ გუშინ იყო მზის და მთვარის დაპირისპირება, ანუ სავსე მთვარეობა, რომელიც საკმაოდ დაძაბული დღეა ტრადიციულად და ამიტომ ქონის ხშირად კონფლიქტებს, რაღაც ტრაუმულ სიტუაციებს, ახლა მინდა გითხრათ რომ დღეოდელღესაც ის გამოდის. ამიტომ 21, 22 ეს სამი დღე ჩვენ შეგვიძლია ჩავთვალოთ როგორც სავსე მთვარეობის დღე. Plus ამას ემატება ის საკრალური ეს ენერგეტიკა, რომელიც ასევე გარკვეულზე გავლენას ახდენს ადამიანებზე, ამიტომ ზოგიერთი ადამიანი შეიძლება იყოს დღეს ძალიან აქტიური, ძალიან ენერგიული, ზოგიერთი რაღაც თავს შეიძლება კარგად ვერ გრძნობდეს, ან რაღაც დისკომფორტი ქონდეს. ესეთ ტრანსფერად ენერგეტიკულ დღეებში არის ესეთი ზეგავლენა. მით უმეტეს გუშინ უკვე დედამიწა შევიდა უარყოფით ენერგოველში და მინდა გითხრათ რომ შესვლა მისი ენერგო უარყოფით ველში ყოველთვის გვაგრძნობს გეომანტიის დაძაბვას, ამიტომ გეომაგნიტური დღე იყო გუშინაც და ნაწილობრივ დღეს, რაც ახდენს ზეგავლენას გულსეძარღვან სისტემაზე, ნერვულ სისტემაზე ადამიანებისა და ეს ნეგატიური გეომანტია საკმაოდ ხანგრძლივია, მინდა გითხრათ ყოველ შემთხვევაში თითქმის აპრილის ბოლომდე გინამდვილად გასტანს, აი მაისის დასაწყისამდე მაინც. ანუ ნეგატიური გეომანტია ნიშნავს რას? ეს ნიშნავს ტრადიციულად იმას, რომ ტრავმულობის, ავარიულობის ტენდენციები ასე დღეებში ტრადიციულად მატლობენ და სხვა სახის დაძაბულობის პრობლემების ტენდენცია მატლობს. ერთ-ერთი რაც ახლა გვაქვს ჩვენ მეტნაკლებად სასიკეთო არის ის, რომ პლანეტა მერკური 28 მარტს დაამთავრებს თავის რეტროგრადულობას, იმიტომ რომ იგი რეტროგრადულია და უკან მოძრავია ნიშნავს იმას, რომ ეს გვაძლევს საცობებს, ეს გვაძლევს კომუნიკაციის ნაკლებობას, ურთიერთგაგების შემცირების ფაქტორს, ეს გვაძლევს რთულებს, ხელშეკრულებების დადებისას, მოლაპარაკებებსა და ასე შემდგომ. პრობლემის უქმნის მათ შორის თანამედროვე ტექნოლოგიებს და ასე შემდგომ ტექნიკას. ამიტომ 28 რიცხვიდან ეს გაუმჯობესდება. ამიტომ შესაძლებლობა მაინც გარკვეული სასიკეთო მაინც გვექნება, მაგრამ 28 რიცხვამდე დედამიწის ნეგატიური გეომანტია და პლუს კიდევ რეტროგრადული მერკური ასე უფრო მეტად ართულებს საერთო სიტუაციებს და იგივე მოლაპარაკებებს, იდეების რეალიზაციას და ასე შემდგომ. იგივე დაგვრჩეთ გზებზე საცობები და შემდგომ ყველაფერი იქნება გაცილებით მეტი. მე შედარებით ასე ვთქვათ დაწყნარდება სიტუაცია, მაგრამ მაგრამ დედამიწის უარყოფითი ველი მაინც გასტანს თითქმის აპრილის ბოლომდე, მაინც გარკვეული საფრთხეები საჭირო ის რასაკვირველია მოქმედებს არა მარტო ადამიანებზე, არამედ ბუნებაც ხო შორის ცოცხალი არსებაა. მინდა გითხრათ, ამიტომ ბუნებაზეც აქედან გამომდინარე თქვენ ხედავთ უკვე ამინდი როგორია, არასტაბილურია, შეიძლება უცებ ასივდეს, უცებ დაცხეს, უცებ შეიძლება ხარია მოვარდეს და სულ ხარია ძირითადში, ხო? და ასე შემდგომ, ანუ აქაც ესეც ზეგავლენას ახდენს ადამიანის გულსეძარღვან სისტემაზე, ნერვულ სისტემაზე და შემდგომ, ამიტომ ეს ყოველივე ამ გეომანტიის დაძაბულობასთან არის ასევე დაკავშირებული. ეს ყველაფერი ჩვენ გქონდა, სწორედ აი გუშინგიდან დაიწყო ეს ყოველივე, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, მნიშვნელოვანი დღე იყო, ნაწილობრივ დღევანდელ დღეზეც გადმოდის ეს ყოველივე, ამიტომ ერთხელ მინდა მოგილოცოთ ესე იგი უკვე დასავლური ამჯერად კალენდრით, მზის კალენდრის და მიხედვით ახალი წლის დაწყება და იმედია რომ ეს წელიწადი იქნება უფრო სასიკეთო, უფრო წარმატების მომტანი თითოეული თქვენთაგანისთვის. ეხლა სხვა მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც ასევე დავნიშნოთ და აქ უკვე გამოდივარ მე უკვე ვთქვათ იმ პლანეტარული წყობიდან, რომელიც ჩვენ გვაქვს ეხლა დღესდღეობით ეს მოვლენა რომ მოხდა რამდენიმე დღის წინ. ანუ მოიხსენებათ თეთრი მთვარე სელენა, ეგრეთ წოდებული მფარველი ანგელოზი გადავიდა ქალწულის ზოდიაქოში 7 თვით. ანუ მან დატოვა უკვე ლომის ზოდიაქო, გადავიდა ქალწულში, ქალწულებო. ეხლა უკვე ნელ-ნელა შეგვიძლიათ გამოვხიზლდეთ, იმიტომ რომ ცოტა
დამხმარე ძალა შემოვიდა თქვენ ზოდიაქოს ნიშანში სელენა მფარველი ანგელოზი, რომელიც ასევე მაქსიმალურად ეცდება რომ გარკვეული დახმარებები გაგიწიოთ გვერდზე დაგიდგეთ და ასე ვთქვათ შეძლოს თქვენი აურის დაცვა თუ გნებავთ ამ კუთხითაც ახლა შეიძლება მინდა გითხრათ რომ პლანეტა მარსი კურო ზოდიაქოს შემოქმედების პლანეტა სატურნი და პლუტონი თხის ქაშია და აქ კიდევ სელენას შესვლა ქალწულში ესე იგი ამ სამ ნიშანს შორის იქნება ძალიან დიდი ესეთ სამკუთხედები დიდი ტრიგონი და რაც ძალიან კარგია კარგია იმიტომ რომ შეუწყობს ხელს მათ შორის ქალწულთა უფრო მეტად წარმატებულ მოქმედებებს და ამიტომ შესაბამისად ქალწულებს უფრო მეტი შანსი მიეცემა უფრო მეტი წარმატების მიღწევისა და ასე შემდგომ. ეხლა ურანის პლანეტა მოგეხსენებათ ასევე კურო ზოდიაქოს ნიშანშია. ამიტომ ურანიც შეკრავს 120 გრადუსიან დამოკიდებულებას ჰარმონიულს მფარველ ანგელოზთან, რაც ასევე ხელს შეუწყობს მინდა გითხრათ ასტროლოგიისადმი მეტი ინტერესის გაგვივებას, მეგობრულ კონტაქტებს, ხელს შეუწყობს უფრო დემოკრატიული პრინციპების წინაპანზე წარმოჩენას და სხვა საკითხებს ცვლილებებს. ეს ტენდენციები ჩვენ აქ გვაქვს. და თანდათან ასე ვთქვათ ეს კიდევ უფრო მეტად და მეტად გაგვივდება და გამოჩნდება საზოგადოებაში. ეს რაც შეეხება კოსმიურ მოვლენებს. ახლა შეეხება უკვე თქვენს კითხვებს, ესე იგი აქ თქვენი კითხვა არის ესეთი ერთ-ერთი ჩვენ ტელემაყურებლის და მინდა გითხრათ რომ ბევრი მეკითხება ამას და ნუ ახლა ვეცდები რომ გარკვეულწილად ამის ირგვლივ გარკვეული ინფორმაცია მოგაწოდოთ. ესე იგი აქ არის კითხვა ესეთი. რომ ანუ ხშირია და შეიძლება მეც ვაწყდები ამას მათ შორის ინტერნეტიდან დაწყებული და დამთავრებული გაუშვათ პრესი და შემდგომ სხვა დაცემებით. გამოდის უამრავი ადამიანი, რომელიც თვლის რომ ის არის ეზოთერიკოსი და ასე შემდგომ და არის ასე ვთქვათ უამრავი მითითება იმის შესახებ, რომ აი მოდით ესე ვქნათ. თქვენ ატარებთ ეს ქვები და იქნებით ბედნიერი, თქვენ მოდით ეს რიტუალები ჩაატარებთ და იქნებით ბედნიერი, წარმატებული და ასე შემდგომ იმის არ იყოს როგორც ვიღაც პიროვნებამ ჩემი სახელით მოინდომა ფულის გაკეთება ინტერნეტში და გამომიგზავნეთ ფულიო და მე გასწავლით რიტუალებსო, რომელიც თქვენ ფულს მოგიტანთო. ესეთი ინფორმაცია რო გახსოვთ თქვენ ეს რამდენიმე კვირის წინ. აი ასეთი რჩევები ძალიან ბევრია და უკვე მომრავლდა. მithumetas ახლა ზოგიერთ ინტერნეტში და ზოგიერთი პიროვნება სხვა შორის ცდილობს რომ სხვას ასწავლოს იქ რაღაცა და უშუალოდ მისცეს ცოდნა, ზოგადად ეს ცუდი არ არის, მაგრამ მე მინდა ერთ რაღაცას მივუთითო ყურადღება თქვენი გამომახვილო რაზე. აი თუ თქვენ აღმოაჩენთ, იქ არის ხოლმე ხშირად მითითებული, აი რას ასწავლის დავუშვათ მინერალებთან ურთიერთობას, ეგ დავუშვათ შეიძლება ასწავლოს სწორის უნდქვა, გარკვეული ვარჯიშები და შემდგომ. კი ბატონო, მაგრამ არის ესეთი ინფორმაცია ზოგიერთ უდევს, რომ გასწავლით სხვა ადამიანზე ზეგავლენის უნარის გამომუშავებას. აი, აქ უკვე იყავით ცოტა ყურადღებით. როგორც კი ასეთ რამეს წაიგითხავთ, აი ამ პიროვნებისგან იყავით რაც შეიძლება შორს. იმიტომ რომ ეს უკვე არის დაუკრეფავში გადასვლა. ამას ქვია უკვე შავი მაგია. ანუ თქვენ გინდათ ესე იგი რომ ესე ამ პიროვნებამ გასწავლოთ სხვა ადამიანზე ზეგავლენა და ხა ვიცით რა აქ საქმე იმაშია რომ ეს ფაქტობრივად იგივე რასაც შევაკეთებთ ახლა აღმოსავლური ორთაბრძოლების კუთხით როცა ადამიანს ვასწავლით კარატეს კუნფუს და არ ვასწავლით იმ ფილოსოფიას რომელიც წინ და წინ უნდა უძღოდეს ამას რათა ჯერ ადამიანში ჩაიდოს გონებაში სიყვარული მოყვას ისადმე ვინც უნდა თავისი მტრისადმიც კი და მერე დაუშვათ ისწავლოს მან ის და აიღოს ის იარაღი რომელიც ვარჯიშებით მოდის არა ჩვენთან პირიქით არის ამიტომ დადიან კარატეზე ადამიანები ვისაც სამაგეროს გადახდა უნდა ვიღაცაზე დაბოღმილია ნაწყენია და შემდგომ უნდა გალახოს ვიღაცა და შემდგომ ხო აი დაახლოებით იგივე გამოდის საქმე მე მესმის რომ დაუშვათ ამ პიროვნებამ ჯერ ჩაატაროს რაღაცა განსაკუთრებული თქვენთან ვარჯიშების სისტემა ჩამოაყალიბოს ის რომ თქვენში გაღვივდეს კაცმოყვარეობა განსაკუთრებულად და ფლობა საკუთარ ემოციისა დაუშვათ. აი ეს მესმის, მაგრამ როცა ეს პირდაპირ ამბობს თავიდანვე რომ აი მე თქვენ გასწავლით ზეგავის ხოს რამდენია წენიანი მე ვიღაცას დაბოღმილი, ვიღაცას უნდა სამაგერო, აი ესეთები მივლენ. ისწავლიან ამას რომ ვიღაცა მერე დაიმორჩილონ. ეს არის შავი მაგია, ჩემო კარგებო. აქეთ ვერ ხდება ის ადამიანი რომ ამით იგი შავ მაგიაში გადადის. ვერც მასწავლებელმა შეიძლება იცის, მაგრამ სეგნებად აკეთებს მაგაზე თავს ვერ დაგვდებს, მაგრამ ვინც მედის მოსწავლე, იმას შეიძლება არ იცის რომ ამ დროს გადადის და უკრეფავში ანუ შავ მაგიაში. ამიტომ ძალიან ფრთხილად ესეც საიჭვო მასწავლებლებთან, ესეც საიჭვო ინფორმაციასთან, სადაც თქვენ წაიკითხავთ, რომ აი მე გასწავლით ზემოქმედება სხვა ადამიანებს. იცოდეთ რომ ეს არიან შავი მაგები. რეალურად ესე გამოდის.
ეხლა რაც შეეხება უკვე ასე იგი აი ამ ინფორმაციას რომ ესე იგი რამდენად აინტერესებთ ადამიანებს ესე იგი რამდენად აი ეს მითითებები და ეს არის ახლა უამრავ ინტერნეტშიც იმაში ეს გააკეთეთ და იქნებით ბედნიერნი წარმატებული და ასე შემდგომ. აი ახლა მე რომ ცოტა დაგამიწოდ და ცოტა უფრო მიწიერი კუთხიდან დაგანახოთ ესე იგი რა ხდება ასე დროს ნუ წარმოიდგინეთ რომ ადამიანი არის ავად. იგი რა შვება, მიდის ექიმთან, იგი გასინჯავს, დასვავს დიაგნოზს და გამოუწერს მას სწავლებს, გამოუწერს გარკვეულ დღის რეჟიმს, სუფთა ჰაერს, გამოუწერს ვიტამინებს და ასე შემდგომ, ხო? კი ბატონო, რომ ნევნელა იგი გამოჯამთულეს. აი დაახლოებით იგივეა აქაც. ესე იგი, შემოკარგებო, აქ არის ესეთი რამ. პირველი და უმთავრესი რომელიც ფაქტორი რომელიც ცვლის ადამიანის ბედნიერებას მინდა რომ კარგად იცოდეთ რომ არავინ არ მოგატყუოთ სხვა დროს პირველი და უმთავრესი ეს არის კოსმიურ კარმული მისია ადამიანის რატო ავირჩიე მე არა მინეროლოგია არა ფიზიოგნომიკა არა ფენშუი და სხვა სფეროები რომელიც შემეძლო ეხლა რაღაცები აქედანაც ვიცი მაგრამ შემეძლო აქ აი მიმართულებით ნუმეროლოგიის მიმართულებით მივდიოდი ერთ პერიოდი და აი სამერჩიად რატო ავირჩიე ასტროლოგია იმიტომ რომ არც იმ სხვა სფეროებში არ არის ესეთი მითითება რაც შემდგა ასტროლოგიაში ასტროლოგია არის ზუსტად ემით საინტერესო რომ ის გვაძლევს მითითებას ადამიანის კოსმიური მისიის შესახებ რისთვის მოვიდა ადამიანი ამ კოსმიურ მისიაში რა შედის გარკვეული თვისებების გამოვლენა, გარკვეული თვისებების აღმოფრა, მათ შორის აქ შედის ის პროფესიები, აქ შედის ის პარტნიორები და შემდგომ როგორც კარმულ პარტნიორებს წარმოადგენენ და ხელსკობენ მისი კარმული მისიის შესრულებას. აი, ამიტომ ეს სხვა სფეროებში არ აქვს. ამიტომ მე ყოველთვის ვამბობ, რომ თავარი რაც ფასდება კოსმოსის მიერ, ეს არის პირველ რიგში კოსმიური მისიის შესრულება. როცა ადამიანი ამას გაიგებს და დაიწყებს ნელ-ნელა საკუთარ თავთან, ხა უცებ არაფერი არ გამოდის, უცებ კოსმიურ მისიას ვერ შეასრულებ, იმიტომ რომ ეს პროცესი ცოტა ხანგრძლივია და ამას შემზადებაც უნდა გონებრივი, ფიზიკური, ყველანაირი, რომ ნელ-ნელა დაიწყოს საკუთარ თავში ვარყოფითვისებების აღმოფრა, კონტროლის დაწესება და ასე შემდგომ, აი ეს როგორც კი დაიწყება პროცესი, აქედან ირთვება უკვე კოსმოსის კეთილგანწყობა თქვენ და მი რატო? იმიტომ რომ სამყარო გვიყურებს და სამყარო ხედავს რომ თქვენ გინდათ რაღაცა მნიშვნელოვანი შეცვალოთ უკვე საკუთარ თავში მზად ხართ ამისთვის და უკვე რაღაცას აკეთებთ. მაშინ ნელ-ნელა დაიწყება კოსმიური საჩუქრების მოცემაც. თქვენ შეხვდებით უკვე საინტერესო ადამიანებს, თქვენ შეხვდებით უკვე საინტერესო ლიტერატურას, რასაც ადრე ვერ პოულობდით. თქვენ შეხვდებით უკვე რაღაც გარდაქმნილ სამსახურეობრივ სფეროში და ასე შემდგომ. ანუ აშკარად გზნობთ რომ რაღაც სასიკეთო ცვლილებების ტენდენციები თანდათან შემოდის თქვენს გოროში. მე ეს გავიარე მინდა გითხრათ, ამიტომ ეს ჩემი გამოცდილებითანაც შემიძლია გითხრათ, როგორ ხდება თანდათან ტრანსფორმაცია და ცვლილება. თუ თქვენ დგებით ამ გზაზე და კოსმოსმა უნდა დაინახოს, თუ თქვენ ეს გინდათ. რამდენად გამოგდით ეს კიდე ცალკე თემაა, რაც მეტად გამოგივათ, მით უკეთეს და მით საჩუქრებს მიიღებთ, მაგრამ უკვე რომ ცდელობა გაქვთ, უკვე ესეც გარკვეულწილად საჩუქრდება, მოდით ესე ვთქვა. ამიტომ თავარი არის კოსმიური მისია. თუ ადამიანი ამას ასრულებს, იმას არაფერი არ დაჭირდება მეტი. აბსოლუტურად არც მინერალები, არც ქვები, არაფერი არ დაჭირდება თავის თავად დაიწყება მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია. ანუ როგორც კი ადამიანი დგება სწორ კოსმიურ რევოლუციურ გზაზე, ასრულებს ამ გზას და მისიას, მომენტალურად ხდება რა? მფარველი ანგელოზების გაძლიერება, მომენტალურად ხდება დაცვა მისი აურისა, ყველა ნეგატიური გარენერგების, გამიტომ ვერან ვეღარ ეკარება უკვე ნეგატიური და შავი და ბნელი ამ ადამიანს და ვერაფერს ვერ უშავებენ, იმიტომ რომ კოსმიური დაცვა ძლიერდება. ყოველგვარი ლოცვების, ყოველგვარი სხვა ამბების გარეშე ეს თავისით ხდება სამყარო უფალი თვითონ აძლევს ამ დავალებას, რომ მფარველი ანგელოზები და მთავარ ანგელოზები ამათი სისტემა ერთვება ამ შემთხვევაში. და აქედან გამომდინარე, უკვე მომენტალურად დაცვა ხდება, რომ ადამიანს მეცეს საშუალება ამ ტრანსფორმაციის შესრულებისა ბოლომდე და აქედან გამომდინარე, ნელ-ნელა წარმატების ფაქტორი უკვე მატულობს, იმიტომ რომ ამის შედეგად ნათელი ენერგიები მეტად შემოდიან მის სულში, მის ენერგომერიდიანებში და ხელს უწყობენ მეტად წარმატებებს. ამიტომ ეს არის უმთავრესი, რაც ფასდება ყოველთვის სამყაროში თვითონ ადამიანის ძალისხმევა საკუთარი კოსმიური მისიის შესრულების კუთხით. ეხლა რაც შეეხება დანარჩენს, კი მე არ ვარყოფ რასაკვირველია იმას, რომ დავუშვათ ახლა დავუშვათ წარმოგიდგენთ ავათარი ადამიანი, ხო, ექიმა დაუნიშნა წამლები, დაუნიშნა ვიტამინი, კი ბატონო, ახლა მე რო ასე დავსვა კითხვა. არ იღებს არც წამლებს, არც ვიტამინებს, გამოჯამრთელდება თუ არა? უმრავლეს შემთხვევაში გამოჯამრთელდება, კი. თუ რაღაც ახლა განსაკუთრებული შემთხვევა არა, გამოჯამრთელდება უგუნ გვიან და დიდი ხნის შემდგომ. ნელ-ნელა ორგანიზმი და იმუნიტეტი ორგანიზმისა მოერევა მაინც თანდათან.
ამ ვირუსებს, რაღაც დაავადებებს და ნელ-ნელა კი, მაგრამ ეს იქნება დიდხანს, ხანგრძლივი პროცესი და უფრო მეტად კინეული და რთული. ამიტომ ჩვენ გვაქვს ესე იგი წამლების სისტემა, ჩვენ გვაქვს დაუშვათ მინერალების სისტემა და სხვა სისტემები, რომლის მეშვეობით ვიტამინები და შემდგომ რომლის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ უფრო მეტად, ასე ვთქვათ, დააჩქაროთ პროცესი გამოჯამთელებისა. აი, იგივე გვაქვს ჩვენ აქ სხვა ატრიბუტებთან დაკავშირებით. მაგალითად, იგივე ასტრომინეროლოგია, რომ ჩვენ გვაქვს ქვებთან ურთიერთობებს, კი? არის სხვა სისტემები, მაგალითად, ჩვენ გვაქვს ხეებთან ურთიერთობის სისტემა. აი, ხეებთან ურთიერთობა ასევე კარგია, იმიტომ რომ ხეც ასევე ერთ-ერთი მკურნალია, საერთოდ მცენარეული სამყარო. მათთან კონტაქტიც გვაძლევს ჩვენ მკურნალობის საშუალებას. ჩვენ შეგვიძლია ეს უკვე არის როგორც წამლები, ვიტამინები, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ უკვე დავუშვათ. იგივე ლოცვის სისტემა, კი ბატონო, ძალიან კარგია. მაგრამ უნდა ვიცოდეთ სწორი ლოცვა, სამწუხაროდ ამას არ გვასწავლიან. ამიტომ უმრავლესობა ლოცულობს ძალიან მექანიკურად, მინდა გითხრათ. და ეს მექანიკური ლოცვა თითქმის არც არ გვაძლევს, ახლა თავის მოტყუებასთან არის ახლო ეს ყველაფერი. ამიტომ ლოცვა ის ჭეშმარიტი, როცა თქვენ მედიტაციურ მდგომარეობაში ვარდებით და შინაგანი ტრანსი გეწყებათ ლოცვის პროცესში, აი ეს არის ნამდვილი ლოცვა. როცა ტრანსი რას ნიშნავს? ტრანსი ნიშნავს, რომ შემოდის კოსმიური ღვთიური ენერგია და თითოეული თქვენი სხეულის ნაწილი იწყებს კანკელს, იწყებს ვიბრაციას. ანუ ეს შემოდის უფლის საოცარი ენერგია. აი ეს უნდა გამოიწვიოს ლოცვამ. თუ ეს ლოცვას ეს არ მოაქვს ჩათვალეთ, რომ მექანიკურია ეს ყველაფერი და ნაკლებ შედეგს მოგცემს ეს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჯერ ვიცოდეთ ლოცვის დროს ზუსტი წერტილები, რომელსაც ვადებთ ხელს და ამას არ ვაკეთებ და როგორ უნდა გავხსნათ ეს წერტილები, რა მოძრაობებით, ეს ცალკე თემა და ამას არ გვასწავლიან სამწუხაროდ. და მე უნდა გქონდეს აბსოლუტურად შინაგანი სრული კონცენტრაცია ყურადღებისა იმაზე, თუ როგორ შემოდის ეს საოცარი ნათელი ენერგია უფლისა თქვენში. ამიტომ თუ ლოცვა სწორად ტარდება, მაშინ ის გვაძლევს უკვე აშკარად შედეგს, ეს უკვე წამალია, რომელიც ხელს უწყობს სულის განკურნას უარყოფით ენერგიებისაგან, განდევნას უარყოფით ენერგიებისა და აქედან გამომდინარე მის გამოჯამთელებას. ამიტომ რასაკვირველია ყველა ეს პროცესები, რომელსაც დავუშვათ ჩვენ გვირჩევენ ხოლმე რჩევის სახით ეზოთერიკოსები, რომ გამეყენოთ ეს ქვები, მინერალები, შეგიძლიათ ლითონებთან იმუშაოთ, შეგიძლიათ იმუშაოთ დავუშვათ იქ ბალახეულთან, ან მცენარეებთან, ხეებთან და ასე შემდგომ წყლის ასე ვთქვათ ზეგავლენა, რომელიც ასევე ერთ-ერთი განწმენდის საშუალება კი ბატონო, ამის რჩევებსაც გვაძლევენ. ეს ყველაფერი ძალიან კარგია. არავინ არ უარყოფს ამას, ეს არის ის წამლები, ეს არის ის ვიტამინები, რომელიც ხელს უწყობენ ადამიანის განკურნას, ანუ განდევნას, მოდი თქვათ, ამ შემთხვევაში ვარყოფით ენერგიისა და მის უფრო მეტად გამოჯამთელებას, მის უფრო მეტად სასიკეთო ცვლილებას, როგორც აი დაავადებების დროს ასევე ხდება წამლების და ვიტამინების მეშვეობით ადვილად გამოსვლა მდგომარეობა და უფრო სწრაფად იგივე აქაც. ამიტომ მოდით აღვნიშნოთ, რომ ეს არ არის პანაცეა, ეს არ არის მთავარი ფაქტორი, ეს არის მხოლოდ დამხმარე ფაქტორები, ის რასაც ჩვენ აი გვირჩევენ დავუშვათ ქვებთან ურთიერთობების და სხვა სახეობის კუთხით, მაგრამ მთავარი ფაქტორი მაინც, იმიტომ რომ კი შეიძლება თქვენ გამოჯამთელდეთ, თქვენ შეიძლება გარკვეული ენერგოველი გაისუფთავოთ, მაგრამ დაბინძურება მაინც დარჩეს და უფრო მეტად მოიმატოს ცოტა ხნის შემდგომ. აი რატო, აი ეს არის სწორედ საინტერესო, რატო? იმიტომ რომ თქვენ არასრულებთ ყველაზე მთავარს, ფუნდამენტურს. ახლა თქვენ იცით, რომ ადამიანი როცა ცხოვრობს სწორი დავუშვათ ცხოვრებისული წესი, დავუშვათ აქვს ურთიერთობა ბუნებასთან, სუფთა ჰაერთან, დავუშვათ იგივე ვარჯიშებთან, იოგა ვარჯიშებთან მათ შორის და ცდილობს რომ აი ეს კონტაქტი სულ იყოს, რომ მაქსიმალურად ასე ვთქვათ, იგივე ლოცვის სისტემას იყენებს და შემდგომ სადაც საჭიროა და როცა საჭიროა და ასე შემდგომ, ანუ სწორი ცხოვრებისული გზით არ არის ბოროტი, არ ჩადის რაღაც უგუნურობას და ასე შემდგომ, მისი ასე ვთქვათ სხეული და მისი ენერგოველი გაცილებით უფრო ძლიერია. ამიტომ იშვიათია რომ ეს ადამიანს დაუშვათ აურა გაუგლიჯონ, დააბინძურონ მისი სული და გაუშეუქნა რაღაც სახის პრობლემები, ხო? ამიტომ აქაც ასეა, ზუსტად რომ ჩვენ იმისთვის რომ გავძლოთ, ასე ვთქვათ, გავუძლოთ იმ დარტყმებს და დარტყმების სულ გვაქვს. არის თვალის დარტყმა, არის შავმაგიური დარტყმა, არის საგვარეულო დარტყმა და ასე შემდგომ, აი ამას ყოველივეს რომ გავუძლოთ, საჭიროა რა რომ კონდეს ძლიერი აურა. ძლიერი აურისთვის საჭიროა ძლიერი მფარველი ანგელოზები და მფარველი ანგელოზები იქნებიან ძლიერი მაშინ, როცა ჩვენ სწორად ცხოვრობთ, სწორი კოსმიური მისიით მივდივართ, მაგრამ ეხლა თქვენ კითხვას დასვავთ და როგორ გავიგოთ ეს კოსმიური მისია ჩვენი და აი როგორ შევასრულოთ, თუნდაც შეიძლება აი ესეთი კითხვაც დაისვას. და ეს კითხვა აბსოლუტურად აქტუალურია.
და საჭიროა და სწორიც არის ამ კითხვის დასვა. აი მე ამაზე გიპასუხებთ უკვე ცოტა ხანში. ახლა ჩვენ მოგვისწრო უკვე სარეკლამო დრომ. ეხლა გავალთ ცოტა ხნით ძალიან რეკლამაზე და ძალიან მალე შევხვდებით ერთმანეთს და უკვე აი გავაგრძელებთ თემას აი ამ აქედან ზუსტად ამიდან თუ როგორ გავაგრძელოთ, როგორ გავაუმჯობესოთ და როგორ გავიგოთ ჩვენი კოსმიური მისია და რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ იგი შევასრულოთ. მაშასე ჩვენ კვლავ ეთერში ვართ, საუბრობთ იმაზე, თუ როგორ ასე ვთქვათ შევცვალოთ ჩვენი ბედიღბალი, გარკვეულწილად შევასრულოთ ჩვენი კოსმიური პროგრამა და ნუ მოდით ესე ვთქვათ, აი პირველი, აი როგორ მუშაობ დავუშვათ იგივე მე და როგორ ასე ვთქვათ ვცდილობ რომ ვამუშაო ასევე ის ადამიანი რომელიც მოდის ჩემთან. ანუ პირველ რიგში კეთდება მათი პროგრამა კოსმიური რუკა, ანუ პირადი ჰოროსკოპი. აქედან ჩანს, რა კოსმიური, ასე ვთქვათ, მისია აქვს ადამიანს. რა აუცილებელი ახალი თვისებები აქვს გამოსავლენი და რა უნდა დაუტოვოს წარსულს. იმიტომ რომ ეს უარყოფითი თვისებები ხელს უშლიან ვთქვათ, მის სულიერ ევოლუციურ განვითარებას. ასუსტებენ ფარველი ანგელოზის ზეგავლენას და აძლიერებენ უარყოფით ძალებს. ეს ერთი. შემდგომ აღნიშნულია პროფესიები, რომელიც წარმატების მეტად მომტანია და აძლიერებენ პოზიტიურ მის ენერგიებს და მის პოზიტიურ ხასიათის შტრიხებს თვისებებს. პარტნიორები, რომელთანაც შეიძლება კარმული სასკეთო ურთიერთობა, რომელიც ხელს ყოფენ თქვენს ევოლუციურ ზრდას და რომელიც პირიქით აფერხებენ და ხელს უშლიან ამას. მინერალები, ქვები, კი ბატონო, როგორც ვიტამინები თუ გნებავთ ან წამლები, რომლებიც ასევე ხელს უწყობენ გაძლიერებას აურისა და ასე შემდგომ. ნუმეროლოგიური პრინციპები, რომელიც მაგალითად უფრო მეტად ხელშემწყობი, მაგრამ ხას უსწრებ ამას რიცხვები, მინერალები, ეს არის როგორც ვიტამინები, როგორც რაღაც გარკვეული წამალი, რომელიც დამატებით ხელს უწყობს წინსვლას და არა თავარი ფუნდამენტი და არა მთავარი ხო მე რომ მარტო მინერალები უთხრა და მეტი არაფერი მარტო მინერალების კეთებით ის ადამიანი აურას ვერ გაისუფთავებს და ვერ იქნება ბრიად წარმატებული. ვერამს და ვერამს არ დაიჯეროთ ეს. მინერალი არის მხოლოდ დამხმარე საშუალება და მაშინ კი ბატონო ეს დამხმარეა ურთიერთობა ბუნებასთან დამხმარეა იგივე დავუშვათ ნუმეროლოგია დამხმარეა ზოგადად კარგია და ეხლა სულ არაფერს ჯობია ზოგადად ცოტა მაინც წინ წაგდებთ როგორ ახლა თქვენ რომ ვიტამინი მიიღოთ ხო დავუშვათ ან წამალი ის ცოტა უგაუმჯობესებს თქვენ მდგომარეობას სამხრივ ეს არის უდავოდ მაგრამ თავარი ეს არ არის ფუნდამენტი ეს არ არის ფუნდამენტი არის სწორედ აი ამ თვისებების კომბინაციის გამოვლენა იმ პროფესიების პოვნა იმ პარტნიორების პოვნა რომელიც ხელს უწყობენ თქვენს სულიერ ევოლუციურ ზრდას და განვითარებას იმიტომ თქვენ იცით რომ რეინკარნაციის სისტემაა ხო ასტროლოგიაში მიღებული ანუ აი ჩვენ გვაქვს ორი კარმული კვანძი რომელიც გვიჩვენებს წინა ცხოვრებაში რა ცუდი გააკეთა ადამიანმა და რაც შემოიტანა ახლა აქედან რა შემოიტანა ამ ცხოვრებაში და აი ეს ცუდი მას კაჩავს ეს უკვე გავლილი ეტაპია ამიტომ ეს კარგად ზის მაშინ მის სიკოტიფში და როგორც კი ისევ ამ ცუდისკენ წავა და ეს ცუდი ახლა ჩვენთვის არ ასტროლოგიურად ცუდი თორე მისთვის ზოგადად შეიძლება ცუდი სულაც არ იყოს ის ესე თვლიდეს ნუ მაგალითად გეტყვით აი მაგალითად დაღმოვალი კვანძი ადამიანის წინა ცხოვრება მოვიდა სასწორიდან ანუ იყო დავუშვათ იგი სასწორი გამოიმუშავა სასწორის რბილი თვისებები დიპლომატიური თვისებები კი ბატონო ძალიან კარგია მშვიდობიანობა მაგრამ დაიბადა ახლა ამ ცხოვრებაში დაღმოვალი კარმული კვანძი გვიჩვენებს რომ ეს უკვე პროგრამა შესრულებულია სასწორისა ეხლა მან უნდა შეასრულოს ვერძის პროგრამა. ანუ უნდა გახდეს რაც არ გაუკეთებია წინა ცხოვრებაში. ანუ ეს ახალია. ეს ახალი ადამიანს არასოდეს არ იზიდავს, იმიტომ რომ აქ უფრო მეტი შრომა, საჭირო მეტი ნებისყოფა, მეტი ყურადღება, მეტი ძალისხმევა. ადამიანს ურჩევნია წავიდეს იქ, რაც უკვე კარგადაა გაუმუშავებული. ამ შემთხვევაში სასწორის რბილი თვისებები, ხო? ბრუნდება ხშირად ესე უკან, დავუშვათ მშვიდობიანია, წყნარია, ცდილობს რომ ყველგან და ყველაფერში იყოს დიპლომატი და შემდგომ და ეს ადამიანზე ამბობენ რომ კაცო ბუნჩულა წყნარია ვირსას უშუებს და რატო უბედურია ეს ზუსტად იმიტომ რომ მისი ახალგაზრდელი ევოლუციური პროგრამა უკავშირდება იმას რომ ის გახდეს ვერძივი დამოუკიდებელი მებრძოლი სულისკვეთების უშიშარი სადაც საჭიროა პრინციპულად დაიცვა საკუთარი პოზიციები იყოს კარგი ორგანიზატორი მეტად კონტაქტური და შემდგომ და ის სადმედის ის ამ თვისებებზე არ მუშაობს ამ თვისებებს არ ავლენს და არ ავითარებს საკუთარ თავში ის მედის პირიქით ბუნჩულა სასწორისკენ და რა ხდება ამით ინვოლუცია და არა ევოლუცია და მას მისი მოთხოვნა ამ ქვეყნად მოსვლისა ევოლუცია და არა ინვოლუცია. ამის შედეგად როცა ის უკან ბრუნდება და ხდება ბუნჩულა იგი ისჯება. შეიძლება პირიქით მოხდეს თავისთავად კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ ადამიანი ვერძი იყო წინა ცხოვრებაში და გამოიმუშავა ეს აგრესიული შემტევი ხასიათი მებრძოლის უსკვეთ და ეხლაც იგივეს აგზელებს, ისჯება და ვერ იგებს რატო რატო იმიტომ რომ ეხანდელი მისია მისი უკავშირდება სხვა თვისებების გამოვლენას სასწორის თვისებების რომ იგი იყოს
გაწონასწორებული, მშვიდობიანი, დიპლომატიურად მოაგვაროს ყველა სახის პრობლემები და არა კუნთით და მუშტით და აგრესიით, როგორც იყო წინა ცხოვრებაში, არასრულებს, მაშინ იჯდება. ნახეთ, აი ესეთი პრინციპები, ეს ამის გაგების საშუალებას გვაძლევს ასტროლოგია. ამიტომ აქედან გამომდინარე, პირველი ადამიანმა რა უნდა ქნას, გაიგოს, რისთვის მოვიდა, რა კოსმიური მისია აქვს შესასრულებელი, რა თვისებები გამოსავლელი, რაზე უნდა თქვას ნელ-ნელა უარი თავისი ნებისყოფით. აი დიდი სამუშაოა, სულიერი სამუშაო, ერთ-ერთი უმთავრესი არის ეს. სწორედ. აქ უნდა იმუშაოს საკუთარ თავზე და აღმოფრას ეს ნეგატიური თვისებები პირველ რიგში მის მას ხელს უშლიან წინსვლაში. ეხლა მოდით კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, იმიტომ წინა ცხოვრებაში ნაწილობრივ შევეხე მე ამ თემას, მაგრამ ეს იმდენად მნიშვნელოვანი თემაა, რომ კიდევ ერთხელ მინდა ყველამ კარგად გაიგოს, რას ნიშნავს სულის განწმენდა, გასუფთავება და რას მოიცავს იგი. მარტო ის, რომ თქვენ მინერალს ატარებთ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მინერალი ესე ადვილად არ გაგასუფთავებთ. უფრო მეტიც, უმრავლესობა ესოთერიკოსებისა, რომელიც საუბრობენ დღეს მინერალებზე, რეალურად ვერ ერკვევიან კარგად მიდან გითხრათ ამ ქვებზე. ეხლა მე უბრალოდ არ შევდივარ პოლემიკაში და არ მინდა ამ თემაზე ხა ზედმეტი საუბარი, მაგრამ ერთ რამეს გეტყვით, რომ ყველა მინერალს აქვს ამულეტური და თილისმური თვისება. ამას არავინ არ ითვალისწინებს. უბრალოდ გეუბნები, აი ეს ატარე და კარგად იქნებით. ეს არის ცოტა ეხლა როგორ გითხრათ რა, სხვა კვალიფიკაციის საუბარი. ხო, აქ უნდა აუცილებლად განხილული იყოს მინერალი, როგორც თილისმა, რა თვისებებს აღვიებს და აძლიერებს ადამიანში. უნდა კი ადამიანს იმ თვისებების გაძლიერება? მე რა რომ ზოდიაკოში წერია, ზოდიაკოში მაგალითად წერია, რომ ავიღოთ მაგალითად ისეთი ქვა, როგორც არის თოფაზი, რომელიც ამვითარებს კომუნიკაბელურობას, აძლიერებს מחვილ გონებას, აძლიერებს ორატორულ კარგ მონაცემებს. კი ბატონო, გაძლევთ მეტად აქტიურად მოქმედების უნარს, მშვენიერია, კარგია, ხო, ვინაბობს რომ ცუდია. მაგრამ ეხლა მაგალითად ტყუპები თუ ბუნებრივად ან ვერძი, რომელიც გნებავთ, არის ძალიან აქტიური, ენერგიული, კონტაქტური, კომუნიკაბელური, ენას ვერ აჩერებს. იმას უნდა თოფაზი, რომ კიდე საერთოდ ვერ გააჩეროს ენა და საერთოდ ვერ გააჩერონ. არ უნდა შემოკარგება. მაგრამ ასტროლოგიაში წერია კი ზოგადად ტყუპების ქვა ამ თვისებების მატარებელია და აძლევს ამას კი. აიღებს ეს ახალ გამოცხარი ნუმეროლოგი და აი გითხავს, აი თოფაზი ეს ესე ვერს ტყუპებისა და ტყუპებს ეუბნება ატარეთ, მოდით თოფაზი თქვენი ქვა. არ ხდება ესე შემოკარგება, ესე არ არის ეს სწორი მიდგომა, იმიტომ რომ უნდა ინახოს ჯერ ერთი რამდენად არის ეს თვისებები გამithარებული იმ ტყუპებში. თუ არის საკმარისად, არ უნდა ზედმეტი, ხო? აი ეს შეიძლება ვისთან გამოვიყენოთ. მაგალითად, მოვიდა ადამიანი, რომელიც არის დაუშვათ თხის რქა. რომელიც არის ძალიან მშვიდი, წყნარი, ცოტა შეიძლება კომპლექსებიც მეტი აქვს და აკლია კომუნიკაბელურობა, აკლია ცოტა ორასწორული მონაცემები, ცოტას ლაპარაკობს ძალიან და ასე შემდგომ. აი ამ ადამიანს უნდა გაუღვივო ჩვენ ეს თელისმური ელემენტები თოფაზისა, რა რომ ის უფრო კონტაქტური გახდეს, უფრო კომუნიკაბელური, ცოტა მეტად გაიხსნას. აი ამას შეიძლება თოფაზი. აღონ ამავდროულად გავითვალისწინოთ რა ამულეტური თვისებები აქვს, რისგან იცავს ის. თუ მაგალითად ადამიანს აქვს პრობლემა ჭრილობასთან დაკავშირებით და არის თოფაზი ერთ-ერთი დამცავი და უშუალოდ იგივე ჭრილობებისაგან. კი ბატონო, შეიძლება ამ შემთხვევაში დაუნიშნოთ ცოტა ხნით თუნდაც თოფაზი, როგორც დამცავი ამულეტური საშუალება. აი როგორი მიდგომაა კიდე მინერალებისადმი, რასაც მე ვერ ხედავ ეზოთერულად ვთქვათ რჩევებში, რომელსაც ვკითხულობ სხვადასხვა ვთქვათ გაზეთებში და ინტერნეტში და ასე შემდგომ. ამიტომ ამბობ, მიდგომა უნდა იყოს ცოტა უფრო ღრმა, უფრო ისეთი პერსონალური, ამიტომ საჭიროა რომ ასტროლოგია იცოდეს კარგანი მინერალოგმა. რათა ზუსტად დაადგინოს ეს ამ პიროვნება სჭირდება, ნამდვილად ის დაუშვათ თოფაზია რომელიმე სხვა ქვა. თუ ეს პირიქით კიდევ უფრო მეტად გააღვევს მასში ამ თვისებებს და იქნება გადაჭარბებული და უკვე საზიანო. ეს რაც შეეხება უკვე ქვებთან დაკავშირებით, მაგრამ ხა ცოტა გადავუხვი ამ თემიდან. ესე იგი პირველი და უმთავრესი რა გვაქვს ხა ჩვენ აქ თავარი, ესე გავარკვიეთ ხო, რა კოსმიური მისია, რა ადამიანის შესასრულებელი. ესე იგი იმისთვის რომ დაუშვათ ეს მისია შეასრულოს, მე ამიტომ მოვიყვანე, ესე შეიძლება გამოვიყენოთ როგორც დამხმარე ვიტამინი თუ უშუალოდ ან წამალი თუ გნებავთ, მინერალის გამოყენება, შეიძლება ნუმეროლოგიის პრინციპის გამოყენება და რაღაც ესეთი ფერების გამოყენება, კი ბატონო, არის ფერების სისტემა, რომლის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია გავააქტიუროთ ესა თუ ის თვისება, თუ მას ეს სჭირდება. ან თუ არ სჭირდება, მაშინ შეიძლება სხვა ფერები მოუნახოთ, უფრო ნეიტრალური, რომ ცოტა ვთქვათ დასუსტეს ზოგიერთი ნეგატიური თვისება. კი, აი ამ ვიტამინებს სწავლებს ჩვენ ვიყენებთ. ოღონდ ეს არ არის მთავარი, ამას ჩვენ ვაგებთ თავარზე. მთავარი არის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რა შინაგანი ნისანთვისებების გამოვლენა საჭირო და რა ნეგატიურის აღმოფრა, რათა მოხდეს სულიერი ევოლუციური ზრდა შინაგანი ადამიანის. აი დამატებით უკვე ეს ფაქტორები, კი ბატონო. ეხლა მოდით შემდგომ თქვათ, აი მოხდა დაუშვათ
სულის დაბინძურება. დაბინძურება მოიხსენებათ, ეს არის მთავარი ფაქტორი უიღბლობისა, ადამიანის პრობლემებისა და სხვა სახის უსიამოვნებებისა. ესე იგი, მიზეზი არის ერთადერთი. ადამიანი ავათარი, ოჯახი ენგრევა, სამსახური არ აქვს, ყველანაირი პრობლემები ემატება, იცოდეთ, ერთადერთი მთავარი მიზეზი არის რა? ადამიანს აქვს 12 არხი მერიდიანი, ეგრეთ წოდებული სულიერი არხი, სადაც უნდა გადიოდეს ნათელი ენერგია. როგორც კი ეს მერიდიანები ბინძურდებიან და მერიდიანებს გარდან აკრავს აურა, ენერგეტიკული შრე, რომელიც არის დამცავი ველი, როგორც კი ადამიანი იწყებს რაღაც სახის ნერვიულობას და უშუალოდ აი მომენტალურად ეს ენერგო ველი მისი ვიწროვდება და უკვე მისი გაგლიჯა გარე უარყოფით ენერგიებით ადვილდება და გარე ენერგიები მუდმივად გვიტევენ. აი ნებისმიერ დროს თქვენ აი იწყებთ ცხოვრებას უკვე ჩათვალეთ. აი ჩარტე ტელევიზორი ვიღაცა მოკლა, ეგ რაღაცა უბედურება უყურებთ ხო ამ საინფორმაციოს მომენტალურად მოდის იქიდან უარყოფით ენერგია. რა შეიძლება ის პირდაპირ აწვება თქვენს აურას, შეიძლება გაგლიჯოს კიდეც და შევიდეს თქვენს ენერგომეერდებში და დააბინძუროს. ეს არის ინფორმაციული, ასე ვთქვათ, შეტევა. ეს ერთი. მეორე, გახვედით გარეთ, ვიღაცას ცუდი თვალი ეგ მეზობელს იქ ვიღაცას კიდე გამლევს, ცუდი თვალი დაგადოთ და ეს უარყოფით ენერგია საწავი და თქვენ შიდა მერიდიანებში ჩაჯდა სულისა და დააბინძურა. თქვენი ყოველდღიური უარყოფითი სიტყვა, მოქმედება, აზრი, ემოცია, რომელსაც აგზავნით სამყაროში, სადმინდის ბუმერანგის პრინციპით გიბრუნდებათ უკან. შემდგომ შეიძლება ეს მოხდეს მეორე დღე, შეიძლება ერთ კვირაში, შეიძლება ერთ თვეში, არ აღნიშნავ, მთავარი არის მოდის უკან. გიბრუნდებათ ეს თქვენივე უარყოფითი ენერგია სად შედის, ისე გლიჯავს თქვენს ამ დამცავ ველს და შედის თქვენს, ასე ვთქვათ, მერიდიანთა სისტემაში. ისევ აბინძურებს მას, იქიდან გამდევნის დადებით ენერგიას და ამიტომ ნელ-ნელა ადამიანს ემატება უარყოფითი ტენდენციები, მეტი პრობლემები, ნერვული სისტემა უფრო, ასე ვთქვათ, სუსტი უხდება, უფრო მეტად ცუდად ძინავს და ასე შემდგომ ჯანმრთელობის პრობლემები ექნება და ასე შემდგომ. ეხლა ამას შეიძლება რა დაემატოს კიდევ? დამატებითი ფაქტორი. ეს შიდა დაბინძურების ფაქტორები. შეიძლება დამატებით დაემატოს რა? თუ ადამიანს აქვს საგვარეულო წყევლა და მოდის საგვარეულო ხაზით, მათ შორის ზოგიერთი ნათესავის კუთხე და შეიძლება არ გიშევით, მაგრამ უბრალოდ მისი ენერგეტიკა თქვენ გაბინძურებთ. აი ესეთი რაღაცა ხშირია. შეიძლება იყოს შავმაგიურზე გავიდეთ, როდესაც თქვენ ყავთ ფაული მტრები, რომელსაც არ უხარია თქვენი, კარგად ყოფნა წინსვლა, აძლევენ დავალებას თქვენს, აი შეიძლება ნებისმიერი იყოს, მეგობარი, მეზობელი, ნათესავი, ბიზნეს პარტნიორი და შემო ნებისმიერი ბოღმიანი, შორიანი ადამიანი, რომელსაც არ უნდა თქვენი კარგად ყოფნა წინსვლა. მან შეიძლება შეუკვეთოს, არა თვითონ მაინც აკეთოს, არამედ შეუკვეთოს შავმაგი, მაგს დარჩენ შავმაგის საქმეა. ისინი მუშაობენ ძირითადად ღამე, როცა ადამიანს ძინავს და ბიოველი მისი სუსტება და ხდება ამ ბიოველის გაგლეჯა ისევ შედის ეს ნეგატიური ენერგია, ისევ ამ შიდა მერიდიანებში აბინძურებს და ცხადია უკვე წარმოგიდგენთ, რამდენი დამაბინძურებელი ფაქტორი გვაქვს, ხო? ამას ემატება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელსაც სამწუხაროდ საერთოდ არ ითვალისწინებენ. რატო მინდოდა მე ყოველთვის და რატო ვცდილობ რომ წამოწიო ფენშუის პრინციპები წინა პლანზე და აქ მე დამიწყება ხოლმე საუბარი ეს ქრისტიანულია თუ არა ქრისტიანული. რაზეა საუბარი ხალხო? ქრისტიანული კი არა, ზოგად საყოველთაო საკაცობრიო თემაა, რომელსაც რელიგია არ აქვს, იმიტომ რომ ეს ჩვენი ყოველდღიური ყოფის ნაწილია. და აქ მაინც უნდა რელიგიური ფორმა მისცენ. აქ ეს არ არის მთავარი, აქ არის მთავარი სხვა რამ, რომ სად გძინავთ, რომელ ზონაში გძინავთ თქვენ, სად მუშაობთ, სად რა კაბინეტში ხართ, სადაც დავუშვათ 8 საათს ატარებ დღეში, ხო? რა ენერგო ზონაში ხართ? ძალიან მნიშვნელოვანია. და აქედან გამომდინარე, ამიტომ უკიჟინებთ მე და გალბატონი ეკა კვარაცხელია, რომ აი მშენებლებს გაითვალისწინეთ, რამდენი სართულიან სახლს აშენებთ, ის უკვე ნუმეროლოგიის პრინციპია. დავუშვათ ფასადი, გარე ფასადი რა ფერში გაქვთ? ეს ფერის ზეგავლენას ახდენ. შიგნით დავუშვათ წყობა როგორია, დავუშვათ იგივე კარების წინ არ უნდა იყოს აბაზანის კარები და შემდგომ, ხო? იმიტომ რომ ეს უკვე დამანგრეველ ენერგიებს ატარებს და აჩერებს ცის ენერგიას და შემდგომ, ხო? აი ამ დეტალებზე რატომ მივთითებთ? ამ მნიშვნელოვანია და კიდევ თქვენ მოგეხსენებათ, რომ დედამიწიდან ამოდის ყოველთვის გეომანტიური ენერგოველის სისტემა. ანუ ჩვენ თითოეულ აი ახლა ამ ნაწილშიც კი შეიძლება აი აქ დავუშვათ იყოს უარყოფითი ენერგია, აი აქ დავუშვათ პოზიტიური, აქ ისე უარყოფითი, ამის იქით ისე პოზიტიური, ხო? აი ესეთი სისტემაა და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია თქვენ ამას კარგად გზნობთ, როცა აი ერთ და იგივე და ახლა ზოგი აბრალებს აი სკამი, უკეთესია, არა, ერთ და იგივე სკამი აიღეთ და სხვადასხვა პოზიციებში დადეთ იგი და დაჯიქით თქვენს ოთახში. ნახეთ, სხვადასხვანაირად იგზნობთ თავს. რატომ? იმიტომ რომ გეომანტიური ველი ახდენს ზეგავლენას. თქვენ თუ გძინავთ
7-8 საათი ყოველ დღე უარყოფით ენერგოველში მოახდენს თუ არა ეს ზეგავლენას, დააბინძურებს თუ არა აურას, რასაკვირველია დააბინძურებს. აი ნახეთ, რამდენი დააბინძურებელი ფაქტორები მოვიყვანეთ უკვე, ხო? ახლა ამ ფაქტორებს უნდა ყოველთვის გათვალისწინება და მათგან ნორმალური წესიერი განთავისუფლება. როგორ უნდა მოხდეს ახლა ეს განთავისუფლება? აი ამაზეა საუბარი. ესე იგი, პირველი უმთავრესი იმისთვის, რომ თქვენ კოსმიური მისია შეასრულოთ, ეს არის ერთ-ერთი მთავარი დამრგვალებელი ფაქტორი. შეიძლება აი ადამიანს აუხსნა მე, რომ აი თქვენი კოსმიური მისია არის ეს ამთვისებების აღმოფხვრა, ამის განვითარება, იგივე ეს პროფესიები, ეს პარტნიორი, ყველაფერი. კი, გასაგებია, გაიგო მან. გაიგო უნდა, მაგრამ ვერ აკეთებს. რატო ვერ აკეთებს? იმიტომ რომ აქვს ძლიერი ენერგოდაბინძურება. ამას მე ყველაზე ხშირად ხვდები. ეს დაბინძურება არის ის მუხრუჭი, რომელიც არ აძლევს საშუალებას, რომ ნაბიჯი გადადგას. იმიტომ რომ დაბინძურების დროს ადამიანს ძალიან უჭირს რაღაცის გარდაქმნას, იმ ნებისყოფის ჩართვა, რომელიც აუცილებელია შემდგომი მუშაობისა და ნაბიჯების გადასადგმელად. ამიტომ მე ყოველთვის ვამბობ, ესე იგი განწმენდა როგორ უნდა მოხდეს და რა გზებით. და როცა მეუბნებიან რომ ეკლესია კი ბატონო საჭიროა, ამაზე ვიტყვით ახლა, მაგრამ მარტო ეკლესია არ გმარა, ჩემო კარგებო, საჭიროა კომპლექსური მიდგომა. პირველი, რა უნდა იყოს? ნუ კარგით, დავიწყოთ ეკლესიით. აუცილებლად დაგჭირდებათ კვეთებული საეკლესიო გამოლოცვა, აუცილებლად 7-ჯერადი, დავიწყოთ აქედან, 7-ჯერ ეს არის კურსი აუცილებელი, 7-ჯერადი კვეთებული გამოლოცვის შემდგომ თქვენი აურა დაუშვათ სხეულის გაცილებით უფრო გადიდება და შიდა მერიდიანები მეტად გასუფთავდება, იმიტომ რომ კვეთებულის და მათ შორის იქ შემოვალი ლახვრის ლოცვა ამოაგდებს უმრავლეს ამუარყოფით ენერგიებს შიგნიდან. ამიტომ ეს ხელს შეუწყობს გასუფთავებას აურის არის შემდგომ ნათელი ენერგია მეტად შეაღწევს ამ ენერგომერიდიანებში თქვენ სულში. ამიტომ უკვე ეს რაღაც სასიკეთო ცვლილებების ტენდენციას ჩვენ ამით ხელს უწყობთ, ეს ერთი. მაგრამ მარტო ეს არა. ეხლა მეორე, კი ბატონო, ჩვენ ეს გავასუფთავეთ, მაგრამ თქვენ რას აპირებთ და როგორ აგრძელებთ ცხოვრებას? ისევ ბილდსიტყვაობით, ისევ უარყოფითი აზრებით, მოქმედებებით, სიტყვებით და შემდგომ ძალიან ხშირად როდესაც ვაიშვის აი ესეთი შემთხვევებიც ქონდა, რომ ადამიანმა გაიწმინდა ეკლესიურად, რაღაც კარგად იგრძნო თავი და მე მაგარი ვარ, ეს პრინციპი აქვს. ისევ აბა ის მომიტანეთ, აბა ის კენით, ერთი თქვენი ასე, თქვენი ისე და რაღაც იწყებს ისევ ძველებურ ცხოვრებას. აი, აქ არის სერიოზული კიდევ შეცდომა. ამიტომ მეორე ფაქტორი განწმენდის სასულისა ეს არის თქვენი შიდა მუდმივი კონტროლი უარყოფით თვისებებზე. აი ეს აუცილებელია რომ გადავკეტოთ ეს დამაბინძურებელი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელსაც თქვენ თვითონ თქვენი საკუთარი ხელით, ენით, ტვინით აბინძურებთ. ეს მეორე მნიშვნელოვანი სამუშაო, რომელიც თქვენ გაქვთ ჩასატარებული. ერთი კვეთებული გამოლოცვა, მეორე მუდმივი კონტროლი უარყოფით თვისებებზე, როგორც აუცილებელი ფაქტორი, რითიც უნდა გავანთავისუფლოთ ისევ სული და აურა უარყოფით ენერგიებისგან და ეს წყარო გადავკეტოთ. მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორი, ეს რასაკვირველია, არის გარე ფაქტორები. რა სახის გარე ფაქტორები? ნუ მაგალითად წრე, რომელთაც თქვენ გაქვთ ურთიერთობა. იგივე მეგობრული წრე, იგივე დავუშვათ ზოგიერთი მეზობლური წრე, აუცილებლად დააკვირდით, შეხედეთ ადამიანს, ვისთან გაქვთ ურთიერთობა. ადამიანები, რომელიც ბილდს იტყვაობენ, მამად ზაღლობენ, შურიანები და ბუღმიანები არიან. მათგან იყავით რაც შეიძლება შორს. არ ჭირდება თქვენ ეს ადამიანთან ურთიერთობა, მეგობრობა და ამ შემდგომ, იმიტომ რომ ის თავის უარყოფითი ენერგიით აუცილებლად დაგაბინძურებთ. იმიტომ რომ მისი მენტალური გონება არის დაბინძურებული და აუცილებლად ის როგორც ვირუსი მოგეწებებათ და მე თქვენს დაგაბინძურებთ. ამიტომ ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ აი ესეთი ადამიანისგან ვიყოთ ცოტა შორს და კიდევ ერთი ფაქტორი, ეს არის ფენშუის ფაქტორი, სად გძინავთ, ჩემო კარგებო. ამიტომ ჭირდება ფენშუის სპეციალისტის დასკვნა, რომ ზუსტად დავინახოთ გეომანტია თქვენი, ასე ვთქვათ, საცხოვრებელი ადგილისა, სად გძინავთ, იქნებ გძინავთ უარყოფითულ ენერგოველში. მაშინ მოხდება რა? ცვლილება, კორექცია, საწოლი ცოტა გადაიცავს სხვა მხარეს, თუ ამის საშუალებას გვაძლევს ოთახი. თუ ახლა არანაირი საშუალება არა, მაშინ შეიძლება დაგჭირდეს დაუშვათ გარკვეული თილისმების და გარკვეული დამცავი საშუალებების შემოტანა, რომ ამის მეშვეობით იქნებ ცოტა მაინც კორექცია მოვახდინოთ იმ ენერგოველისა, რომელიც ამ შემთხვევაში გვაბინძურებს. ესე იგი, ნახეთ უკვე რამდენი დამაბინძურებელი ფაქტორია და ესე იგი, რამდენი პროცედურაა საჭირო, რომ ამისგან გავიწმინდოთ. მე ახლა მომეცა როგორც იქნა საშუალო, თორე ეს ახლა ხედავთ რამ ხელა თემაა.
ყოველთვის ამის ყველაფრის ახსნის საშუალება არ არის. ამიტომ ვამბობ კი ეკლესია აუცილებელია, კონტროლი საკუთარ თავზე აუცილებელია. ახლა უკვე ერთობლივად შემიძლია გითხრათ, ესე იგი რა არის საჭირო, ესე იგი კვეთებული საეკლესიო გამოლოცვა მუდმივი კონტროლი უარყოფით თვისებებზე, საეჭვო ადამიანების მოშორება თქვენი ცხოვრებიდან და აუცილებლად ფენშუის პრინციპების გათვალისწინება რა გეომაგიტურ ველში იმყოფებით, გზინავთ, სადმუშაობ და შემდგომ. აი ეს ველი უნდა შეიცვალოს ან დამცავი საშუალებები გამოიყენოთ, რათა ასე ვთქვათ კორექცია შევიტანოთ იმ ბიოენერგეტიკაში, იმ ბიოველისა. აი ეს პროცესები ყველა აუცილებლად ჩასატარებელია, რათა მოხდეს სულის განწმენდა. როგორც კი ამის მეშვეობით მოხდება სულის განწმენდა, ეგ ნიშნავს რას, რომ უკვე ნათელი ენერგიების შემოვლენ თქვენს ენერგომერიდიანებში, თოროეთივე არხი უკვე იწმინდება. ნათელი ენერგიის შემოსვლა რას ნიშნავს, რომ თქვენ აი ეძებდი წლების განმავლობაში დაბინძურებულ მდგომარეობის სამსახურს აფერ გამოდიოდა. უცებ გაისმის ზარი, მეგობარი გეუბნებათ, აი ესეთი ვარიანტი არ წამოხვალ სამუშაოდ არის ესეთი რაღაცა. ან რაღაცა სხვა ესეთი კიდე ფაქტორებს ხო მე ძალიან ხშირად ხვდები ესეთ რაღაცებს, უცებ გაუგნებულები არიან ადამიანები არაფერი და უცებ არაფრისგან რაღაცა ჩდება საინტერესო. უცებ შემოდიან ახალი ადამიანები თქვენს ცხოვრებაში, უფრო შემოდის ახალი წიგნი, შემოდის რაღაც ახალი ინფორმაცია საჭირო თქვენთვის და ასე შემდგომ. ამიტომ რატო ხდება ეს? იმიტომ რომ ნათელი ენერგია შემოვიდა. ნათელი ენერგიასთან ერთად შემოდის უკვე ნათელი პერსპექტივების, შესაძლებლობების შემოვა, ახალი ნაცნობთა წრე. აი ამას ქვია შემოკარგებო კორექცია. ბედიღვლისა, რომელიც ადამიანმა საკუთარი ხელით უნდა გააკეთოს. ეს ყველაზე მეტად ფასდება სამყაროს მიერ, კოსმოსის მიერ. მარტო ის კი არა, რომ ადამიანები, ახლა ცუდად არიან ასაკეთებენ, გაიქცევიან სადღაც, ან მოლასთან, ან ვიღაცასთან და კითხავთან და არიქ, აბა რამელის. და ის გეტყვით, რა ესე გელის, ესე იქნება, ესე იქნება. იმ მომენტისთვის ის ამას ხედავს, მაგრამ ხვალ რა იქნება, მან არ არის რეალურად, იმიტომ რომ ხვალ ენერგეტიკა კიდე შეიძლება შეიცვალოს. იმ მომენტში ის შეიძლება არ გატყუებ და ზუსტად ხედავს. კი, ენერგეტიკა ესეთია, მაგრამ ენერგეტიკა ყოველ ხშირად ყოველ დღე იცვლება. მინდა გითხრა და დღეს რო ესეა, ხვალ შეიძლება აბსოლუტურად რატოა ზოგჯერ რომ ადამიანი დასახავს რომ მე იქ რომ მივალ ერთ კვირაში აი ესე იქნება, ესე იქნება, მივა და აბსოლუტურად სხვანაირად არის ყველაფერი. რატო? იმიტომ რომ იმ დღის ენერგეტიკა უკვე აბსოლუტურად განსხვავებულია. აქაც იგივეა ზუსტად. ამიტომ აქ ამ შემთხვევაში მოდით ესე ვთქვათ, ცოტა არ არის ეს თქვენ რომს მიხვიდა დაუშვათ კითხავთ, და მიკითხავ მან რაღაცა იმუშაოს დათოლხილველმა რაღაცა დაგეხმაროთ. შეიძლება ესეთ რაღაცას მოხდეს, რომ ის თავის ენერგიას აქცევს, თავის დაუშვათ რიტუალს, თავის ფარველ ანგელოზებს აძლიერებს, რომ როგორმე დახმარება გაგიწიო და რაღაცა ცერაოდენი ცვლილებები შეიძლება იყოს სასიკეთო კიდე თქვენს ცხოვრებაში. კი, მაგრამ ეს თქვენ არ გეთვლებათ. ეს ეთვლება იმპეროვნებას. მოდით აქედან დავიწყოთ ეს ერთი და ის როგორც კი ძალიან მალე გაუვა იმას ყავლი, ისევ დაგეწყებათ პრობლემები. ამიტომ ეს არ არის გამოსაუბრებელი, ეს არის დროებითი რაღაცა ფაქტორი, რომელსაც შეიძლება მოყვეს კიდე მერე დამატებითი უარყოფითი ფაქტორები. ამიტომ მთავარი ფაქტორი ხარ თქვენ. აი ეს სამუშაო არის ჩასატარებელი, რომელიც ჩვენ ახლა აღვნიშნეთ. საკუთარ სულთან მუშაობა, გარკვეთებული გამოლოცვა, გირგული საეჭვო წრის მოშორება აუცილებლად, იმიტომ რომ ეს ვირუსივით ნეგატიური ენერგია მათი მომთავრად აბინძურებს თქვენს თავს და აუცილებლად ფენშუის პრინციპების გათვალისწინება, სწორი გეომანტიური ზონის, ასე ვთქვათ, პოვნა. აი ეს უკვე რეალურად გვაძლევს კარგ შედეგებს, იმიტომ რომ აქ ფუნდამენტური გასუფთავება ხდება. მოდით ასე ვთქვათ, თქვენი სულისა, ბიოველისა, ეს უკვე გვაძლევს საშუალებას, რომ ვიყოთ უფრო მეტად წარმატებული. ამიტომ არის რომ ჩვენ უკიჟინებთ მაქსიმალურად იგივე დავუშვათ ჩანებლებს და ასე შემდგომ იქ სადაც ადამიანმა უნდა იცხოვროს, რომ მარტო ეს არ არის შემოკარგება აშენო და რაღაც კომფორტული სიტუაცია და სახლი შექმნათ, კი გასაგები ზოგადად შეხედავ ლამაზ სახლია, მაგრამ შეგნეთ ენერგეტიკა სასწაული. ეს ეგ შეგნით შესვლა არ გინდა. აი ყველაფერი ეს ხა მოვიდა დრო, როცა ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია. კი ახლა არის ადამიანი, რომელსაც თავიდანვე ბუნებრივად აურაძლიერი აქვს. დაუშვათ ფარველები ყავს ძლიერი, მათ შორის საგვარეულო ხაზი და ის რასაკვირველია შევა ესეთ სახლში, იგი 22 სართულიან სახლში და მისი აურა უფრო ადვილად გაუძლებს ამ ზეწოლას ნეგატიურ ენერგიებისა დაუშვათ, ხო? მაგრამ მეორე ადამიანი, რომელსაც უფრო ფაქიზი აურა აქვს, ის ვერ უძლებს და ის უკვე ცუდად ხდება, ავად ხდება და შემდგომ. ამიტომ ახლა რასაკვირველია ყველას ერთნაირი რეაქცია არ ექნება, მაგრამ ეს საერთო ზეწოლა რო იქნება ყველაზე კი, მაგრამ ექნება სხვადასხვა შედეგი. ვინც შედარებით უფრო ფაქიზია, უფრო სუსტია, უფრო ენერგოდაბინძურებული, ის უფრო მძიმედ გადაიტანს ამას. ვინცაც ახლა უფრო ძლიერი აურა აქვს, ძლიერი დამცავი ველი აქვს, იგივე წინაპრებისგან თუნდაც ის უფრო უძლებს ამას.
მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის დადებითი ენერგოველში ცხოვრობს. მოდით, ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა ყურადღება თქვენი აი ამ ტენდენციებისთვის მიმექცია და რეალურად ესე იგი კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ ეს არის მთავარი ფაქტორები და ამას დამატებით დავუმატოთ კი ბატონო ის, რადგან ძირითადად ამახვილებენ ყურადღებას ეზოთერიკოსები, იგივე მინერალების სისტემა, იგივე დაუშვათ ვარჯიშები, აი ვარჯიშების ხოჩვის მინდა გითხრათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ვარჯიშების ჩატარება. ძალიან კარგია ვარჯიში, იმიტომ რომ აქტიურებს სისხლს ამოძრავებს და სისხლს გადააქცევს ჟანგბადი ქსოვილებში, ადამიანი ცოცხლდება, რო ეთქვიან და განსაკუთრებით კარგია იოგა სისტემის ვარჯიშები, იმიტომ რომ თავარი პრობლემა ჩვენ გვაქვს სუნთქვის არასწორი რითმი. სუნთქვის არასწორი რითმის შედეგად არ მიდის სათანადო ენერგია გონში, არ მიდის შიდა სხეულებში და შემდგომ. ამიტომ შიდა სხეულის ნაწილებში, ამიტომ იოგა სისტემა ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ შინაგანად დამშვიდეთ, კონტროლი დაუწესოთ თქვენს ემოციას, ისწავლოთ რელაქსაცია, რაც ამ ცოტა რთული დინამიკური, ასე ვთქვათ, სტილის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა ყველასთვის. და გვეხმარება ამაში. ამიტომ დამატებითი ფაქტორები, ესე იგი იმის გარდა, რაც ჩვენ ახლა აღვნიშნეთ ძირითადი, რაც აკადემიას მისია შესრულებული, დამატებითი ფაქტორები არის ვარჯიშები, მათ შორის იოგა სისტემის ვარჯიშები, ძალიან კარგია ლოცვის სისტემის გამოყენება, ძალიან კარგია მინერალების გამოყენება, ძალიან კარგია მუშაობა ბუნებასთან, მათ შორის ხეებთან, თუნდაც აი დაადეკით ხეს ხელი დაადედათ, ხოვეთ, რომ უბრალოდ დადებითი ენერგია მოგცეთ. და მოესიყვარულეთ ხეს. მეტი აფერი არის საჭირო თავისით ის დაიწყებს 65-10 წუთი. გააკეთეთ ესეთი რამ და ნახეთ რამდენად კარგად იმუშავებს ყოველივე ეს. თუდი არ არის და სკოლა კარგია გარკვეული დამცავი ამულეტების გამოყენება და ცოდნა, ასე თქვა ამ ამულეტებისა, ესეც როგორც აი გარე ენერგიებისაგან საშუალებები, ეს დამატებითი ვიტამინები, ფაქტორები და ასე თქვა წამლებია, რომელიც ასევე ხელს უწყობენ ორგანიზმის გაჯანსაღებას, სულის უფრო მეტად, ასე თქვა, განთავისუფლებას ვარყოფით ენერგიებისგან და უფრო მეტად, ასე თქვა, თქვენს წინსვლას განვითარებას. კი, მათ აქვთ რასაკვირველია გარკვეული ეს ძალები, ნუმეროლოგიის პრინციპი საჭიროა მშვენე ყველას თავისი ვიბრაციული რიცხვი აქვს და ამ ზოგიერთმა რიცხვს შეიძლება ხელი შეუწყოს მეტად წარმატებებს, ზოგიერთმა ცოტა დააბრკოლოს ეს, რატომ ამბობთ აი 22 სართულიან შენობაზე, ეგ რიცხვი 4 გვაქვს და ძალიან მძიმე რიცხვი, ეს უკვე აფრკოლებს ამას, ხო? და ამიტომ ეს დამატებითი ფაქტორები კი გამოვიყენოთ, მაგრამ როცა მე ვხედავ, რომ ახლა გამოდიან ეზოთერიკოსები და ძირითადზე არ საუბრობენ და მარტო ამაზე მეტის მთელი აქცენტი და მეტის პიარი, რომ აბა ეს ქვები გამოიყენეთ, აბა ახლა ის ქენით, აბა ახლა ეს რიტუალი ჩაატარეთ, იქ იმას თხოვეთ, რომ ეს მოგიქცეთ, ფული მოგცეთ, მანქანა მოგცეთ, შემოგარგებო ამ ზღაპრებს თავი დავანებოთ რა. ის რაღაცა რომ მოგცეთ ორი იმდენს წაიღებს მერე. იმიტომ რომ ყველაფერი ბალანსირებულია სამყაროში და ამიტომ რომც ამ გზით და მოგცეთ ვიღაცისგან უნდა წაიღოს ეს დაუშვათ იგივე იმ მოლამ ამ ვიღაცთან ათელხილულმა. იმიტომ რომ ბარაკაზე რო აკეთებენ რა არის ბარაკა? ბარაკა არის ზუსტად ის რომ ვიღაცას არფევენ და გაძლევენ თქვენ. და მერე ცხადია ვიღაცა თქვენ წაგართვებ და შემდგომ. აი ამაში ნუ ჩაყოფთ ამ ყულფში ცხვირს. ეს ძალიან ცუდი, ასე ვთქვათ, სფეროა. ეს უკვე შავმაგიური სფეროა და ამას თავი დამონებოთ. თქვენ თვითონ აი ამ პრინციპებით იმუშავეთ საკუთარ თავთან. გამოიყენოთ ეს მინერალოგია, გამოიყენოთ ნუმეროლოგია, გამოიყენოთ ლოცვის სისტემა, ის რაც არის ნათელი სასიკეთო და თქვენ ყველაზე მეტად ჩაგეთვლება თქვენი სამუშაო საკუთარ სულთან. აი ეს იქნება ყველაზე კარგი. მაშინ იქნებით უფრო მეტად წარმატებული და მაშინ თქვენი ცხოვრება იქნება ჭეშმარიტად ნათელი. აი ამას ურჩევდით თითოეულ თქვენთაგან. სამწუხაროდ ჩვენი საეთერო დრო დასრულდა. ხვალდილი 9 საათზე იქნება ამ გადაცემის გამეორება. თუ ვინმეს დაგაინტერესებთ კიდევ ერთხელ, შემდეგ გადაცემაში უკვე გვეყოლება სტუმარი, მე მგონი საინტერესო სტუმარი და კვირას გვექნება ჩვენი ტრადიციული გადაცემა ვარსკვლავები გვამსვლიან 4 საათზე. ტელეკომპანია კავკასიას ეთერში. მე დღეს ამით გემშვიდობებით, გისურვებთ ბედნიერ დღეს, ბედნიერ კვირას, ყოველივე კარგს, გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.